მოგესალმებით, სტუდიარე წარმოგიდგენთ მორიგ დისკუსიას. დღეს საუბრობთ ჩვენ სტუმრებთან ერთად თემაზე, რომელსაც შეიძლება ერთი შეხედვით არ აქვს ისეთი საზოგადოებრივი ან პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ ვეცდებით, რომ სწორედაც ეს საზოგადოებრივი სოციალური ასპექტები ამ პრობლემისა წარმოვაჩინოთ დღეს და ერთად ვიმსჯელოთ თუ რა არის ავტომანქანების ტექდათვალიერების პრობლემა, რატომ იყო ის ასეთი მწვავე გარკვეული წლების განმავლობაში, სადღაც 2004 წლამდე, შემდგომ მაშინდელმა ახალმა ხელისუფლებამ რატომ მოხსნა ამ ტიპის ვალდებულება, რომ ტექდათვალიერება აღარ იყო სავალდებულო ქვეყანაში და ვიცით, რომ წელს მოსამზადებელი სამუშაოები მიდის 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთი წლით გადაავადა ეს თემა და 2014 წლის 1 იანვრიდან იგი ისევ სავალდებულო გახდება. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრებთან, ქალაქმფრინავებელ ზურაბ ბაქრაძესთან, მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარესთან ნინო ჩხობაძესთან, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ნოე მეგრელიშვილთან და სტუდია მონიტორი ჟურნალისტთან ცხრიალა შერმანინთან ერთად. დიდი მადლობა, რომ მოხვედით ამ თემაზე სასაუბროთ და ვიდრე დისკუსიასაც გავხსნით, მინდა რომ შემოგთავაზოთ ის სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა კოლეგამ ნინო ბელაშვილმა მომზადა აი ამ თემასთან დაკავშირებით და მასში ის ადამიანები, ის პიროვნებები და ის ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც გამძახავად დღეს ვეღარ მოვიწვიეთ სტუდიაში. ჩვენ ყველა მოსაზრება გვაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით. საქართველოში მთლიანი ავადობის 17, ხოლო სიკვდილიანობის 19% გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით. ჰაერის ხარისხი საქართველოს 5 ქალაქში იზამება. ჰაერის დამაბინძურებელთა კონცენტრაცია ამ ქალაქებში ზღულად დასაშვებ ნორმას ნახევარჯერ აღემატება. ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო მანქანების გამონაბოლქვია. მანქანების 70%-ზე მეტი 15-ზე მეტი წლისაა. მათ უმეტესობას არ გააჩნია კატალიზური გარდამხმელი, რაც თითოეული მანქანიდან გამონაბოლქვის რაოდენობას 10-ჯერ ზრდის. გამონაბოლქვი გაზები ძრავიდან გამოდის, გაივლის ჯერ კატალიზატორს და შემდეგ აი მაყუჩის პირველი ბალონია და ბოლოს არის მეორე ბალონი, სადაც უკვე საბოლოოდ ხდება ხმის დაგდება, მაგრამ კატალიზატორში ხდება გაწმენდა ამბულის შედარებით იწმინდება ეკოლოგიური ნორმები დააკმაყოფილოს. როგორც ავტოსერვისის ცენტრის თანამშრომელი შალვა ჟავერდაშვილი ამბობს, მანქანების პატრონები კატალიზატორის ამოღების მოთხოვნით ხშირად მიმართავენ. კატალიზატორს მანქანიდან ძირითადად ეხლა იღებენ გასაყიდად. 1 კილოგრამი სადღაც 100 ლარის ფარგლებში ღირს. ხანდახან არის მიზეზი, რომ ცუდი ბენზინის გამო კატალიზატორი იბიძნება და ძრავს უჭირს მუშაობა. აი მაგ შემთხვევაში იღებენ. 2004 წლიდან საქართველოში მანქანების გამართულობა აღარ მოწმდება. ტექდათვალიერების შემოღების ვადა რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოო თარიღად 2014 წლის იანვარი განისაზღვრა. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ როდიდან გახდება მანქანების შემოწმება სავალდებულო. მანქანების ტექნიკური გამართულობის ტესტის შემოღებაზე ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული კომისია მუშაობს. სამწუხაროდ სიუჟეტის მომზადების პროცესში საკითხზე პასუხისმგებელი არც ერთი პირი საქართველოში არ აღმოჩნდა. საქართველოს ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე, რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრია, ამბობს, რომ კომისია ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და დეტალები ჯერჯერობით გარკვეული არ არის. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე ასევე კომისიის ერთ-ერთი წევრია. ავტომობილი უნდა შემოწმდეს ორ ძირითად პარამეტრზე. პირველი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით და მეორე გარემოზე ზემოქმედების კუთხით. ანუ ავტომობილს უნდა უჭერდეს მუხრუჭი, უნდა მუშაობდეს მაშუქი ელემენტი, უნდა მუშაობდეს დეკ სიგნალი, უნდა მუშაობდეს მინის მწმენდი და უკან არ უნდა ტოვებდეს ძალიან ისე დიდ შავ შლეფს. აი ეს არის და ეს. მანქანების ტექდათვალიერების შემოღების გადაწყვეტილებას კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობა მიიღებს. დიდი მადლობა. ჩვენ როგორც ვისაუბრებთ ავტომანქანების ტექდათვალიერებაზე და სხვა თანამდებობ პრობლემებზე ჩვენ სტუმრებთან ერთად.
ოიდან ასე დავსვათ შეკითხვა. ეს არის მხოლოდ ტექნოკრატიული საკითხი, რომ ავტომანქანა შემოიყვანა მოქალაქეემ ან ორგანიზაციამ ქვეყნის ტერიტორიაზე და კამპანიების შემდეგ უნდა გააკეთოს ტექდათვალიერება და მერე წელიწადში ერთხელ მივიდეს, შეამოწმებიოს მანქანა და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი. თუ რატომ არის ეს ასეთი სავალდებულო ყველგან იყო ჩვენთან და მერე დაიკარგა. რატომ არის სავალდებულო ტექდათვალიერება? ის შეგვიძლია რომ ეს აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, შევეცდები მე ამ ესე ვთქვათ დარგის ავტომობილისტი არ ვარ, მაგრამ როგორც ამ კუთხის ავტომობილისტის პრობლემაა მხოლოდ. არა, მაგრამ უმთავრესი ტექდათვალიერება ეხება უმთავრესად მანქანის ტექნიკურ გამართულებას, ანუ მისი მოძრაობის უსაფრთხოების საკითხს, თუმცა აქ არის, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვის საკითხიც ჩართული, ანუ მანქანის ტექნიკური შემოწმების დროს მოწმდება პირველ რიგში მისი ტექნიკური პარამეტრები, როგორც არის თქო განათების სისტემა, სამუხრუჭე სისტემა და ზოგადად მანქანის ტექნიკური გამართულება, პლუს ამას მისი გამონაბოლქვის შემადგენლობა დგინდება. აი ზირთად ამ ორი ასპექტისგან შედგება ტექნიკური დათვალიერება, რაც პირველი ნაწილი ესე ვთქვათ უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას, რომ არ მოხდეს სავალალო შედეგები და ესე ვთქვათ ავარიები, საავტომობილო ავარიები ავირიდოთ თავიდან, ხოლო მეორე, რა თქმა უნდა, რომ გარემოზე ნაკლები ზემოქმედება იქონიოს. ან თუ პირატესობა რომელიმეს მიენიჭება, თუ ორივე არანაირად, ორივე აუცილებელია შემოწმების დროს. მაგალითად მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაახლოებით ის როცა განვითარდა, ასე ვთქვათ, ტრანსპორტის გადაადგილების ეს საშუალება, ცხენზე არ არის ლაპარაკი, ცხადია რომ ავტომანქანებს ვსაუბრობთ და რეალურად დასაწყისში კი იყო ეს უსაფრთხოების პრიორიტეტი ამ შემთხვევაში, მაგრამ ბოლო პერიოდში მაგალითად ევროპაში ვსაუბრობ ზოგადად სოფლიოში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ანიჭებენ ზუსტად გამონაბოლქთან დაკავშირებით. შეიძლება მანქანა იყოს გამართული, მაგრამ გამონაბოლქვიდან გამომდინარე რომ სტანდარტში ვერ ჩდება და მისი ძრავი წვავს უფრო მეც და უფრო მეც ესე ვთქვათ ემისიას ახდენს ატმოსფეროში, შეიძლება ამის გამო მანქანა ყოფილიყო ჩამორთმეული ზოგ ქვეყნებში, ამის გამო გაჩერებული. და ის თემა, რასაც ეხება კატალიზატორების შემოყვანას და ზუსტად აქეთკენ მიმართულია კატალიზატორები, რომ რაღაცნაირად შეამცირონ, ესე ვთქვათ, გაფქვევა ჰაერში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა დღეს ევროპისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ყველა მსოფლიოში ყველა ქვეყნისთვის, ჩვენს გარდა, იმიტომ რომ ჩვენ წარმოებელმა თვითონ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა და ჩადო, ხო? ყოველ შემთხვევაში არის მომენტი, რომ ჩვენ ძალიან უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ გარკვეული საბჭოთა გადმონაშთებიც არის ჩვენთან დარჩენილი. საბჭოთა კავშირში ტექდათვალიერება ატარებდა მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით ძირითად ნიშნავს. რაც ეხება დაბინძურებას და ჰაერში გაფქვევასთან მიმართებაში, ეს ნაკლებად პროგრესული იყო, ეს მერე შემოდიოდა რაღაც 70-იან წლებში. მანამდე ეს არ იყო ეს. და ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში არის ის, რომ რატომ იყო ესე, რომ ამას არ ექცეოდა ყურადღება. საბჭოთა კავშირი იმ პერიოდში იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ტრანსპორტიდან გამონაბოლქს არ თვლიდა მონიტორინგის სისტემაში. და ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ ეს 93 წლის შემდეგ დავიწყეთ საუბარი, რომ იქნებ ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი ჩავდოთ, იმიტომ რომ ძირითადად როცა ვსაუბრობდით ემისიებზე, არა, ტრანსპორტიდან არ კეთდებოდა. და მერე უკვე შესაძლებელი გახდა. დაახლოებითი მონაცემები იყო, იმიტომ რომ ბევრი სპეციალისტი გარემოს დაცვის სამინისტროში იჯდნენ და თვლიდნენ, აი მოცულობიდან, ძრავის სიმძლავრიდან და ასე შემდეგ რამდენი იქნებოდა გამონაბოლქვი, იმიტომ რომ არანაირ კატალიზატორებზე, ან დამცავ საშუალებებზე, ან საწვავთან მიმართებაში ხო ვიცოდით რა საწვავი ისხმებოდა რა ამ მანქანაში და მარტივად ითვლება ეს ქიმიურად და რეალურად შესაძლებელი იყო. მაგრამ ამის დათვლა, როგორც ასეთი და მონიტორინგის სისტემაში, ანუ სტატისტიკაში მოხვედ რა ხდებოდა. სტატისტიკაში ეხლა ხდება. ბოლო პერიოდში. ასეთი მნიშვნელობის არის ხომ ერთი მხრივ უსაფრთხოება უშუალოდ გადაადგილებისას რეალურად და მეორე შემთხვევაში ეკოლოგიური უსაფრთხოებაც ხომ? ეს ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი. თქვენ მახსოვს რომ ამ თაობაზე კვლევაც ჰქონდათ და ფილმიც გადაიღეთ. რატომ გააუქმა 2004 წელს ეს აუცილებელი სავალდებულო პროცედურა ხელისუფლებამ
და რითი ხსნიდა ამას მაშინ? ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მაშინ 2020 წელს როცა გააკეთა პრეზიდენტმა განცხადება იყო რომ ამ სფეროში იყო დიდი კორუფცია და გადაიდო 2007 წლამდე ტექდათვალიერება. შემდეგ 2007 წელს ისევ გადადეს 2013 წლამდე. როცა აღარ იქნება კორუფცია, მაშინ აღდგება ეს სამსახური, ეს გააკეთა ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის გახსნის დროს ბატონმა პრეზიდენტმა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ხრივ ეს, იმიტომ რომ არ არსებობს ასევე კონტროლი იმპორტირებულ მანქანებზე. და ძირითადად ხდება მეორადი ავტომობილების იმპორტი საქართველოში. და 85% არის, ანუ ძალიან ასაკობრივი, აი რაზეც ქალბატონი ნინო საუბრობდა, ეს კატალიზური კონვერტერი არსებობს ესეთი და როგორც ჩვენთან აი ფილმშიც არის საუბარი, ვარკვევდი რატო ვერ მუშაობს ჩვენთან, იმიტომ რომ უმრავლესობა მძღოლების ამოიღო ეს კონვერტერი, რომელიც დაახლოებით 10%-ით ამცირებს მათ შემდეგ როდესაც შემოიყვანა მანქანა განაბაჟა იბარებენ დაახლოებით 100 ლარად და შენ რო ახალი ჩააყენო, მე მივედი ხელოსნებთან რომ მინდა რომ არ გააფრქვიოს მანქანა მეტი ემისია არ იყოს დიდი. მითხრეს რომ ნუ დაახლოებით 700,000 დოლარი ჯდება, მაგრამ ჩვენ საწვავზე ეგო ვერ მუშაობსო და ის მოხვალ და ამოიღებო ამ კატალიზურ კონვერტერს. თუმცა ჩვენ შევამოწმეთ ვერ და არსებობს 2007 წლის ბრძანება ეკონომიკის სამინისტროს, სადაც წერია რომ დაუშვებელია კატალიზური კონვერტერის გარეშე მოხდეს გაფრქვევა, მოხდინოს მანქანამ კი, მაგრამ კონტროლი არ არსებობდა, ვინც ამას გააკონტროლებდა. ეს დადგენილება არსებობს. გადაცემაში მიიღოთ მონაწილეობა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, მით უმეტეს ეს საგანგებო კომისია, რომელიც უნდა მოამზადოს 2014 წლის 1 იანვრისთვის ტექდათვალიერების პროცედურები, სწორედ ეკონომიკის სამინისტროში არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ამ საქმეში უშუალოდ ჩართული პირები თავს იკავებდნენ ამ თემაზე საუბრისაგან. და გაუკვეველია რატომ, მაგრამ ფაქტია რომ ასეა. დიახ, და ანუ ეხლა ვაგრძელებთ ჩვენ ის მუშაობას ამ საკითხზე, რადგან ერთადერთი მთავარი ყველა ესე საუბრობს, რომ საწვავი არ ვარკა. გადავწყვიტეთ, რომ შეგვემოწმებინა და ძალიან მალე იქნება ჩვენი ახალი ფილმი ამ ლაბორატორიული შედეგებით, ანუ მართლა საწვავი. რა თქმა უნდა, თუ ეს ანონს ჩვენ ანონს ვარგა თუ არ ვარგა, დიახ. დაველოდებით ამ ფილმს. ბატონ ზურაბ, ვიდრე უშუალოდ ვისაუბრებთ იმაზე, თუ მანქანა რა როლს თამაშობს და ტრანსპორტი, საკალაკო ტრანსპორტი ზოგადად რა როლს თამაშობს ქალაქის განვითარებაში. მაინტერესებს თქვენი მოსაზრებაც. აი ეს პროცედურა დაიწყო, ხო? მიყიდა კაცმა მანქანა, გამოიწერა, ჩამოუყვანა, შემოვიდა, განაბაჟა. რატომ შეიძლება რომ ან როგორ შეიძლება რომ ის სულად იყოს უზრუნველყოფილი იმით, რომ დაუშვათ იგივე ის კონვერტორი მუშაობდეს იმ საწვავზე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ანუ საწვავის სტანდარტიზაცია მოხდეს, კიდევ სხვა რაღაცის სტანდარტიზაცია, გზების სტანდარტიზაცია. აი ეს მთელი პროცესი ასე უნდა დავინახოთ, თუ მართლა იოლი გამოსავალი იყო, რომ კორუფცია დავამარცხოს ამ ფორმით. არა, რა თქმა უნდა, ეს გულუბრყვილოა ასეთი ახსნა, რომ კორუფცია რახან არის, იმიტომ შევწყვიტეთ ეს ვინ დაიჯერებს ამას. ჩემი აზრით მაშინ რა ინტერესი შეიძლება ქონოდა ხელისუფლებას? საერთაშორისო კორუფციული გარიგება დიდ ავტოკონცერნებთან. ავტოკონცერნებიდან აქ შემოდის მანქანები? არა, რა თქმა უნდა, ავტოკონცერნები ყიდიან ევროპაში ახალ მანქანებს იმის გამო, რომ ძალიან ადვილად მოხდა გაწოვა ცუდი მანქანების ევროპის სივრციდან. ევროპულმა აღმოსავლეთმა ძველმა საბჭოთა კავშირმა გაიწოვა ძალიან სწრაფად ძველი მანქანები ევროპული სივრციდან და ის შეალსო ახალმა მანქანებმა. ეს პირდაპირ ნახეს მოგება დიდმა კონცერნებმა აქ. ამას შეიძლება ამის დამტკიცება ახლა მე არ შემიძლია, მაგრამ ძალიან ახლოა ეს აზრი სიმართლესთან, რომ შესაძლოა ეს იყო დიდი კონცერნების და ასეთი ხელისუფლებების ნახევრად დემოკრატიული ხელისუფლებების გარიგება.
შეიძლება, თუმცა აქ არის კიდე ერთი მომენტი, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადრე თუ გვიან რომ ემუშავა თუნდაც კორუფციული სქემით, ესე იგი კორუფციას ებრძვი, ეს ერთია გასაგებია, მაგრამ კორუფციის ბრძოლასთან ფორმალურიც იყო ინდექსის და თლათ არ იყო ფორმალური, რაღაც მომენტებში იყო კორუფციული სქემაც და ყველაფერი, მაგრამ ზოგადად ეს სისტემა იყო აუცილებელი. და კორუფციასთან ბრძოლა იმით, რომ სისტემა გააუქმო, როგორც სანიტარული სამსახური გააუქმდა მაშინ. ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ შენ ეს მაინც გჭირდება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დღევანდელი მოთხოვნებით ევროკავშირის მოთხოვნებით ეს აუცილებელი სქემაა, რომელიც აუცილებლად უნდა აღდგეს საქართველოში. ანუ შენ ფაქტობრივად უარყოფ იმას, რა საიდკენაც უნდა წახვიდე. ანუ გინდა ევროკავშირი. კორუფციის დამარცხებისა რა ეფექტი შეიძლება ენახა? ამ თავრობას, ამ თელ სახელმწიფოს. არ ვიცი რა, აშკარად რაღაცა გარიგებასთან შეიძლება ყოფილიყო ადგილი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონი ცოტა სხვა მომენტიც იყო, შიდა კორუფციულად, ანუ MVD-ის სისტემა აკონტროლებდა. იმ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცემოდა უშუალოდ გაიცემოდა და აი ამ მომენტისთვის, ხო, ამ მომენტისთვის ეთყობა ამ სადგურების მეპატრონები შეიძლება სხვები იყვნენ. ესეც შეიძლება ყოფილიყო. ახლა რეკლამაა ჩვენს გადაცემაში და შემდგომ განვაგრძობთ ისევ დისკუსიას. განვაგრძობთ დისკუსიას, ჩვენ ვსაუბრობთ ტექნათვალიერების პრობლემაზე. ბატონო, თქვენ ხართ იმ კომისიის წევრი, სახელმწიფო კომისიის წევრი, რომელიც მუშაობს ამ ტექნათვალიერების სისტემის აღდგენაზე. აი დღეს რა მექანიზმებს თავაზობთ, ან ფიქრობთ, რომ შესთავაზოთ საზოგადოება, სადაც არ იქნება კორუფციული მექანიზმი და მართლა რეალურად იქნება ეს პროცედურა ყოველგვარი ჩაწყობის, ზედმეტი ფულის გადახდის და რაღაც ირიბი გზების გარეშე. მოგახსენებთ, ეს კომისია უკვე რამოდენიმე თვეა შექმნილია, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ პირველი სხდომა ჩატარდა ამ კომისიის, ესე ვთქვათ, ერთხელ შევიკრიბეთ მხოლოდ. Am პირველ შეკრებაზე მთავარი საკითხი ისმოდა არა კორუფციის კუთხით, არამედ თვითონ ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს ტექნათვალიერების აღდგენა ისე, რომ ამ აღდგენამ არ გამოიწვიოს მთელი ავტოპარკის თუ არა მისი 80%-ის გაჩერება. ზირთად უმთავრესი ეს საკითხი დღესდღეობით მე რამდენადაც ვიცი, ამის შემდეგ მაგრამ თუ ამ სტანდარტებით, რომელსაც ჩამოაყალიბებს კომისია და რა ვიცი, იმედი გვაქვს, რომ მაღალი სტანდარტები იქნება და თუ გასაჩერებელია ეს მანქანა და ის ხიფაც უქმნის ყოველგვარი უსაფრთხოებით საზოგადოებას, მაშინ გეთახმებით აბსოლუტურად, არის რაღაც მინიმალური ელექტრონულად წამგებიანია მესმის სწავლობისთვის. ესეც არის ალბათ, მაგრამ ალბათ აიშვალედია დასაჭერი, როცა მინიმალური მოთხოვნები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს მართლა ავტოპარკის უმეტესი ნაწილის გაჩერება. მე როგორც ვიცი, აი ამ წუთას მიდის მუშაობა აი მშვალედურ ვარიანტზე, თუ რა სტანდარტი უნდა დაწესდეს იმისთვის, რომ შეძლების დაგვარად ევროსტანდარტების მიახლოებით, ევროდირექტივა არსებობს შესაბამისი ტექნათვალიერების, აი მათთან მაქსიმალურად მიახლოებული ვარიანტის შემუშავება, ისე რომ ესე ვთქვათ, ქართული რეალობისთვის მისაღები იყოს აი ტექნათვალიერების აღდგენა. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ალბათ არის საწვავთან დაკავშირებული პრობლემა, იმიტომ რომ ბუნებრივია მძღოლს არ აწუხებს, მძღოლს აწუხებს მუხრუჭის თემა, მაგრამ მას ჭირდება უფრო სწრაფად გადაადგილება, მას ჭირდება თუ ეს არის ცუდი საწვავი, ის ეგრეთ წოდებული კატალიზატორები, რომლებიც არიან, რეალურად აფერხებენ მოძრაობას, იმიტომ რომ უშლიათ სწრაფად გადაადგილების საშუალებას, მით უმეტეს თუ საწვავი ცუდია. მე მესმის რომ გამოუწვევ გარკვეულ ტალღაზე აი ამ გადაცემის შემდეგ, იმიტომ რომ ვიტყვი იმას, რაცაც ვფიქრობ და ყოველთვის ვფიქრობდი და ყოველთვის ვამბობდი, ყველა ჩვენი საწვავის შემომტანი იქნება ამის ბენზინის, იცახეს რომ ჩვენ ვართ ჩვენ ევრო სტანდარტი გვაქვს უკვე საწვავთან დაკავშირებით და იცახიან ევრო 1 და თუ მივედით ევრო 2-მდე და ასე შემდეგ. ჩვენ ევრო 1-მდეც ვერ მივედით საწვავის ხარისხით, ამდენიც მე ვხვდები. ეს არის ყველაზე დაბალი ხარისხი? ყველაზე დაბალი ევროპაში, დღეს არის ევროპაში ევრო 6, ევრო 7-იც მიდიან და უკვე სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული და რა ხდება აქ? ანუ აქ არის დამოკიდებული რომელი ქვეყანა აწარმოებს საწვავს. იმიტომ რომ ვისგან შემოგაქვს შენ საწვავი, შენ თვითონ საწვავის წარმოებელი არ ხარ ამ შემთხვევაში და მთელი ეს პრობლემა იწვევს ისევ და ისევ იმ ჯგუფთან, იმ სქემასთან, ვინც არიან იმპორტიორები საწვავის.
თურქეთმა ძალიან მარტივად გადაჭრა ეს თემა, უფრო ძალიან საინტერესოდ, უბრალოდ მარტივად არა, საინტერესოდ გადაჭრა. ჩვენი მანქანი თურქეთში ვერ შეხვალთ, გარკვეული პრობლემები შეიძლება რაღაც მომენტში შეგექმნათ და ჩვენთან საზღვარზე შეამოწმებენ და არა, რომ დაგაფიქსირებენ, ისევე როგორც ევროპაში დაგაფიქსირებენ შენი მანქანით, როცა შენ ძალიან დიდ გამახა დაახლოებით ახლა ჟიგულებიდან საბჭოთა პერიოდის მანქანამ რო გაიაროს ევროპაში, აუცილებლად გააჩერებენ რა, იმიტომ რომ იტყვიან რომ უკაცრავად, მაგრამ თქვენ რაღაცა ზომებში და ნორმებში ვერზე ხართ. ის ყვითელი ავტობუსები, ეგრეთ წოდებული, რომელიც ქალაქში მოძრაობს დღეს, ესენი ყველა გაჩერებული იქნებოდა და ყველა იქნებოდა ამოღებული სივრციდან განსაკუთრებით კომუნალური მომსახურე რას ბრძანებთ, არ შეიძლება ესეთ ტრანსპორტის გავრცელება. იმიტომ რომ ძალიან დიდი გამონაბოლქვია ამ შემთხვევაში. არასრული წვაფით, ხო საიდან ხდება ეს, რომ არასრული ანუ მანქანა ან გაუმართავია და მისი ჩართვის და გამორთვის მექანიზმი არის პრობლემატური. მეორე მომენტია, რომ საწვავი არ ვარგა, მესამე არის, რომ გზა არ ვარგა, სულ ბოლოში არის მანქანა არ ვარგა. მაგრამ აი ამ საწვავის სტანდარტს თქვენი სამინისტრო ადგენს? არა, ეს ამათი კომპეტენცია არა. ჩვენი სამინისტრო არ ადგენს ამ სტანდარტს, თუმცა არის საუბარი, რომ ჩვენ კომპეტენციაში გადმოვიდეს. დღესდღეობით გვაქვს ეროვნული სტანდარტი, რომელიც გამკაცრდა 2013 წლის 1 იანვარს. მცირე დიდ გამკაცრდა, იგეგმება ახლა ახალი წლიდან 2014 წლიდან მისი კიდევ უფრო გამკაცრება. სტანდარტსაც შეეხება მის საშუალოდ მერყეობს სადღაც ევრო 2-სა და ევრო 3 შორის რეალურად. თუმცა მთავარი პრობლემა არის გოგირდის შემცველობა დაახლოებით ბენზინში 25-ჯერ მეტი, ვიდრე ევრო 5 სტანდარტია. ტყვია ნორმაში ზის ეროვნული სტანდარტი, სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. ბენზოლის გადაჭარბება არის 3-ჯერადი დაახლოებით. ანუ იგეგმება გამკაცრება, თუმცა ქალბატონმა ნინომ ძალიან სწორად აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხის საწვავს იღებს იგი მომწოდებული ქვეყნებისგან. მაგრამ ამ შემთხვევაში ზარალდება ხო მომხმარებელი, აი ავტომანქანის მფლობელი? ბუნებრივია, მთელი საზოგადოება ზარალდება და როგორც მე ვიცი, თქვენი კვლევიდან ვიცი სწორედ, რომ სახელმწიფო არ აკონტროლებს, ან ვერ აკონტროლებს შემოტანილ საწვავს. თვითონ ამის ექსპერტიზას აკეთებენ თვითონ შემომტანები და ბუნებრივია რომ იკვლევიან. ამიტომ ალბათ პირველი საზრუნავი იქნებოდა რომ თქვენმა უწყებამ ან რომელიმე სხვა უწყებამ შეამოწმოს საწვავი. და შეესაბამება თუ არა სახელმწიფოსავე დადგენილ ნორმებს. რაც არ კეთდება, როგორც თქვენგან ვიცი. ნამდვილად არ კეთდება და სწორედ აი ამ მიმართულებით და ძალიან ბევრი მიმართულებებით, რომ ავტოტრანსპორტიდან გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება შემცირდეს, ჩვენი სამინისტროს ინიციატივით წელს შეიქმნა უწყებათშორისი კომისია, რომელმაც შეიმუშავა 2 თვის ვადაში სახელმწიფო პროგრამა. რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ეტაპობრივად შემცირდეს ტრანსპორტიდან გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. აი ამ პროგრამაში ერთ-ერთი საკითხი არის ეს თქვენ რაც ახსენეთ, სახელმწიფო კონტროლის აღდგენა საწვავზე. და სავარაუდოდ ამ პროგრამაში ესედებს და იმედი ამ პროგრამას უახლოეს მომავალში მთავრობა დაამტკიცებს, რომ ამ კონტროლს გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ანუ ჩვენი სამინისტრო აიღებს თავზე და ეს სახელმწიფო კონტროლი დაიწყება და რა თქმა უნდა შედარდება ეროვნულ სტანდარტს და ეროვნული სტანდარტის ამ დროს უფრო ეფექტური იქნება სამინისტრომ განახორციელოს კონტროლი თუ რაიმე დამოუკიდებელმა სააგენტომ უფრო ეფექტური მომენტი. ცოტა სხვა სისტემაზე შეიძლება მოგვიწიოს საბოლოო ჯამში გადასვლა, იმიტომ გარემოს დაცვის სამინისტრო ასეთ ქვეყანაში, ასეთ მაკონტროლებელ სისტემას საწვავთან მიმართებაში მე არ მახსოვს რომ ახორციელებს. ის ახორციელებს ამას შესაბამისი ასოციაციების მეშვეობით, რომელიც არის დამოუკიდებელი ლაბორატორიები და ისინი არიან აკრედიტირებული სამინისტროში. ეს სხვა საკითხია. საერთოდ ეს არის საერთოდ კერძო სექტორის შემოყვანა მართვაში გარემოს სისტემის, მაგრამ როცა არაფერი არ აქვს, სხვა გამოსავალი აღარ არის, რომ ესე უნდა მოიქცე და გააკეთო ცენტრალიზებული ლაბორატორია, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ შეამოწმებს პერიოდულად საწვავს და მონიტორინგს განახორციელებს. თუმცა აქ დგას მეორე პრობლემა, რომელიც სწრაფად მოხერხდება. ეს ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ავტოპარკი, რომელიც ვერ გაუძლებს კარგ საწვავს, ჩვენ ესეც საქმე პრობლემა. იმიტომ რომ ძირითადი ავტოპარკმა შეიძლება კარგ საწვავზე უბრალოდ არ იმოძრაოს. უნდა იმოძრაოს ცუდ საწვავს.
ეს ჩემთვის უცნობია. ეს არის ძალიან მოძრაობა და კარგით ვერა. მაგალითად ამერიკული მანქანები მუშაობენ ყველაზე დაბალი ხარისხის საწოლზე უფრო კარგად, ვიდრე ევროპულ საწოლზე, რომელიც არის ძალიან მაღალი ოქტანობით და უფრო სხვა ტიპების პარამეტრებით. ეს მომენტი იყო მაგალითად ევროპულ მანქანებთან, ევროპული მანქანები ვერ მუშაობენ ჩვენ საწოლზე, მათ უჭირთ და აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის საწოლი. ანუ გამოსავალი კონვერტორის მოხსნა? კი, იმიტომ იბიძნება. აი ბატონოებაც ახსენა, ჩვენთან ეს ნორმები რაც არის აი ევრო 1, ევრო 2 შორის, რაც გვაქვს საწოლში. ანუ ეს მაგრამ ეს არც ევრო 1-ია და არც ევრო 2, იმიტომ რომ განსხვავებულია. ევრო 2 შორის, იმიტომ რომ აი გოგირდი დიზელში 35 ჯერ აჭარბებს, რაც ევროპაშია დაშვებული, ხარი 10 ppm-ი, აქ ჩვენთან არის 350 და რეალურად რამდენია კიდევ ეს მეორე საკითხია. და აი ავტომობილების უმრავლესობა, იმიტომ რომ ძველი ავტოპარკი გვაქვს, მოიხმარს იმ რეგულარის ტიპის საწოლს, რაც ევროპაში მე მგონი საერთოდ აღარ არის ამოღებულია საერთოდ. და მას აქვს შესაბამისად უფრო მეტი, ანუ რაც უფრო მცირდებოდა მავნე ნივთიერებები ამ ევრო 6-ის ტიპის საწოლში მინიმუმამდეა მე მგონი დაყვანილი ეს მავნე ნივთიერებები და ჩვენ ამაში არის ძალიან მაღალი. და შესაბამისად ეს ემისიებიც ამ მავნე ნივთიერებების არის ძალიან დიდი და შემდეგ უკვე ეს იწვევს არა მარტო მძღოლების პრობლემა და მანქანის კატალიზური კონვერტერის, არამედ ჯანმრთელობის, იმიტომ რომ ამას იმ ადამიანების რომლებიც საერთოდ ძალიან გაზრდილია პრობლემა, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იყოს შეჯერებული და შეესაბამოს როგორ ეტაპობრივად შემოვა ახალი სტანდარტი და როგორ უნდა შემოდიოდეს. იმიტომ რომ თუ შენ სივრცეს არ მიეცი რეალურად ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში ეტაპობრივი შემოყვანა უნდა დაიწყო და ეტაპობრივად უნდა აკრძალო რაღაცა დონის მანქანები. ახლა ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემა, ბაქომ მაგალითად ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ბაქომ რაღაცა ესე იგი ზღვარს ქვემოთ არსებული მანქანების შეყვანა, ნახმარი მანქანების აკრძალა საკუთარ ტერიტორიაზე. ნუ ერევანს ეს არ აქვს ჯერ პრობლემა, მაგრამ ნუ თბილისმა ალბათ უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ ბაქოში თქვენ ძველი მანქანით ვერ გაივლით და თბილის პრობლემა შეექმნა. თან სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ სმოგი რომელიც დღეს ქალაქზე არის ეს არის მხოლოდ ტრანსპორტიდან, ახლა რომელიც სამრეწველო ობიექტი მუშაობს საქართველოში. აი ეს არის თუ არის საწოლიდან და ტრანსპორტიდან. აი ძალიან გადაჭედილია ქალაქი, ხო? ყველა ფეხით მოსიარულეს თუ მანქანით მოსიარულეს მაგას წუწუნებს, რომ საწობებისგან განტვირთვის ვერანაირი მექანიზმი ვერ მოიფიქრა ქალაქმა. ეს იქნება ხელოვნური ჩარევა ამ პრობლემის მოგვარებაში, რომ სტანდარტები დაუწესოთ საწვავს, სტანდარტები დაუწესოთ თვითონ მანქანის ტექნიკურ აღჭურვილობას, შემდგომ იმას თუ მანქანა როგორ გადაამუშავებს ამ საწვავზე, ამ ზიანს აყენებს ქალაქს. აი ამ ეს ხისტი მიდგომა ხო არ იქნება? ხისტი არ იქნება, ოღონდ ბევრს ვერაფერს უშველის, ეგ არის საქმე. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ მიზანი ტრანსპორტის დაგეგმვისა არის ინდივიდუალური ავტოტრანსპორტის შემცირება. ევროპაში ყოველ შემთხვევაში ასეა. ჩვენთან დღემდე სატრანსპორტო სქემები კეთდება ისე და ისე ახორციელებენ ამ საქმეს, რომ გაზარდონ ქსელის გამტარუნარიანობა. ესე იგი, რაც უფრო ზრდით ქსელის გამტარუნარიანობას, მით უფრო ადვილად მოძრაობს ძირითადად ინდივიდუალური ტრანსპორტი და ამდენად უფრო ხელსაყრელი ადამიანისთვის მანქანით შეარყოთ. ედგორი წახალისება ინდივიდუალური. არა, გზები ხო არ უნდა შევამციროთ? არა, ეხლა გეტყვით. თუმცა შეიძლება და არც თქვა. ძალიან უხეშად რომ თქვას კაცმა და პლაკატურად. უნდა შევქნათ ისეთი პირობები, რომ მანქანის შეარყული გაცილებით უარესი ძნელი იყოს ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მანქანების მოძრაობა და გაუძლებს მენტალურად შევამზადოთ უბრალოდ. არა, ეგრე არ გამოვა. დაგეგმვაზეა საქმე. მოკლედ, მანქანის მოძრაობა უნდა გავართულოთ შეგნებულად და უნდა გავაუმჯობესოთ და გავაიოლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ველოსიპედის და ასე შემდეგ. პარკირება უნდა მოახერხოთ. ეხლა ეს რევოლუციური ელფერია კასეთ ნათქვამს. გავართულოთ გულისხმობთ გავაძვიროთ? არა, გეტყვით.
გეტყვით ეს რამოდენიმე კომპონენტით შეიძლება მაგრამ უნდა მოხდეს ქალაქის სატრანსპორტო დაგეგმვა ინტეგრირებული დაგეგმვა კომპლექსური დაგეგმვა რომელიც დაგეგმავს ინდივიდუალური ტრანსპორტის მოძრაობას ინდივიდუალური ტრანსპორტის დგომას პარკირებას საზოგადოებრივ არა დაიგეგმა სად როგორ რამ მიმართულებით და რამდენმა უნდა იმოძრაოს სად რამდენმა უნდა გაჩერდეს სად უნდა იყოს ასეთი და ასეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მათ შორის ელექტრული ტრანსპორტი რამდენი და როგორ ორგანიზებული უნდა იყოს საველოსიპედო მოძრაობა და როგორი უნდა იყოს საქვეითო მოძრაობა ამ ხუთი კომპონენტისგან შედგენილმა დაგეგმვამ უნდა შეწონასწორებული სიტუაცია შექმნას ქალაქში იმ მიზნით რომ ინდივიდუალური ტრანსპორტი რაც შეიძლება ნაკლები იყოს იმის აკრძალვა და ხელოვნურად შეფერხება არ იქნება სწორი მაგრამ ამ ღონისძიებებით და უბიძგოს საზოგადოებას ამ დაგეგმვამ გადაჯდეს სხვა ტრანსპორტზე და აი ეს გართულება ამ ინდივიდუალური ტრანსპორტის მოძრაობის სხვადასხვა კომპონენტებს შეიცავს. ახლა თქვენც ამბობდით, ხო? ამას ყოველ შემთხვევაში გინდოდათ თქვა. შემოყვანილი მანქანების სტანდარტის გაზდა მაგალითად. რომელიც ასევე შეუშლის ხელს ასეთი დიდი ჭარბი რაოდენობის მანქანების ყოფნას, როდესაც ეს ჭარბი რაოდენობა წინასწარ ვიცით რომ გვავნებს. და ასე შემდეგ. მოკლედ, ასეთი კომპლექსური დაგეგმვის გარეშე ალბათ ძნელი იქნება ეფექტური შედეგის მიღება. რა თქმა უნდა, რაღაცას გამოასწორებს ტექნიკური დათვალიერება, საწვავის კონტროლით რაღაცას გამოასწორებს, მაგრამ ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც თანამედროვე ქალაქისთვის არის შესაძლებელი. და დღეს ევროპაში მხოლოდ ესე იგეგმება. რაც გააკეთა ახლა წინა მთავრობამ ესტაგადადის მშენებლობით, ეს არის 60-იანი წლების სატრანსპორტო რეგულირება. როდესაც ევროპაში დაუშვეს ასეთი შეცდომები. თქვენ რომ ნახოთ 71 წელს დამტკიცებული ქალაქის გენგერმა თბილისის. ნახავთ რომ ის სწორედ ეს მიდგომაა. რაც ესტაგადაცა. კი, არის. ზოგიერთი ამათგანი არის. და თავარი მაშინ და ეხლაც ასეთ დაგეგმვის სპეციალისტები ჩვენ არ აყავს და გააკეთა მოსკოვის გიპროგორმა შერშევსკიმ, ერთმა ცნობილმა სპეციალისტმა სატრანსპორტო დაგეგმვის ეს გეგმა თბილისის და თქვენ გაუჩნდებით ისეთი ქირურგიული ჩარევებია დანიშნული ქალაქში იმისთვის რომ კარგად იმოძრაოს რაც შეიძლება მეტმა ინდივიდუალურმა ტრანსპორტმა. განივი უზარმაზარი მაგისტრალები თბილისის ზღვისკენ, გრძივი მაგისტრალები რამდენიმე დანიშნული და ასე შემდეგ. ეს რომ განხორციელებულიყო, ნაწილობრივ განახორციელებს კიდეც. ეს გამოიწვევდა ძალიან მძიმე უხეშ ჩარევას ქალაქის ქსოვილში. კიდევ კარგი ეს რატომღაც ვერ განხორციელდა, მაგრამ აი ამ წინა ხელისუფლება მონახა სახსრები და ასეთი ძალადობრივი მეთოდით გააკეთა ისეთი რაღაცები, რაც ერთი ნახევარი საუკუნის წინანდელი მეთოდია. დღეს ამის გაკეთება აღარ შეიძლება და ესეთი კომპლექსური დაგეგმით შეიძლება დაიძრას საქმე. დიდი მადლობა. ახლა რეკლამა ჩვენს გადაცემაში და რეკლამის შემდგომ სწორედ ალბათ იმაზე ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა მოხდეს შეჯერება ერთი მხრივ ადმინისტრირებისა და მეორე მხრივ მენტალური ცვლილებისა რა რომ ქალაქი ერთი მხრივ არ იყოს გადატვირთული და მეორე მხრივ არ იწამლობდეს თავს. ახლა რეკლამა. განვაგრძობთ ჩვენს დისკუსიას ტექდათვალიერებაზე ვსაუბრობთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი სურვილი იყო რომ გვესაუბრა პროცედურებზე ტექდათვალიერების როგორ უნდა მოხდეს ეს 2014 წლის 1 იანვრიდან და გაცილებით ბევრ საკითხს შევხედეთ, მაგრამ მაინც ეს ინფორმაციაც რომ მივატოვოთ ეს გადაუდებელია, ეს აუცილებლად იქნება ხომ 2014 წლის 1 იანვრიდან. სამწუხაროდ კანონს ვერ დაარღვევთ. თუ კიდე ცდილობთ რომ კანონი შეცვალოთ, მოითხოვოთ პარლამენტში კანონის შეცვლა. ეს კანონი როგორც ვიცი ეს კანონით არ არის დადგენილი, ეს არის დადგენილები და მე როგორც ვატყობ ესე ვთქვათ, პირადად ჩემი მოსაზრება რომ დიდი ალბათობით ალბათ ვეღარ მოესწრება 2014 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერების დაწყება დიდი ალბათობით სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გადავადდება, იმიტომ რომ ეს რომ მოესწროს უკვე დაწყებული უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული ამ საბჭოს მიერ და უკვე დაწყებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურის შექმნა. თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 900,000-მდე ავტომობილი.
სავარაუდოდ გარკვეული ნაწილი ამ რეგისტრირებული მანქანების უკვე აღარ მოძრაობს, მაგრამ 500,000-იც რომ ავიღოთ ნახევარი დაახლოებით ამ რაოდენობის 500,000 ავტომობილის ტექდათვალიერების გავლას საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა ჭირდება, რომელიც დღესდღეობით საქართველოში არ არის. შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ გადავადება ტექდათვალიერების აღდგენა საკმაოდ მაღალია. ანუ ამისთვის ერთი მხრივ უნდა მომზადდეს სტანდარტები და მეორე მხრივ უნდა მომზადდეს ბაზები, სადაც გივა ეს მანქანა მიიღოს პატრონისგან ტექდათვალიერებას გაივლის. და პარალელურად მონიტორინგის და კონტროლის სისტემა უნდა არსებობდეს იმ მანქანაზე, რომელმაც არ გაიარა, ასე ვთქვათ, ტექდათვალიერება. და ალბათ იმ მანქანაზეც რომელმაც გაიარა, მაგრამ მაინც არ ღვევს და ასე შემდეგ. ანუ ეს საკმაოდ რთული ინფრასტრუქტურული ის არის გადაწყდა. თუ არ აქვს გავლილი, არ ექნება ნომერზე ის რაღაც მიკროლი და თუ აქვს არა გაუშვებია მაგრამ თვითონ არ შეუძლია მიკრო ისეთი მიკროლი აქვს ოფიციალურად, მაგრამ მას გაუფუჭდა მანქანა და ან რაღაცა მოხდა მანქანაში, ან მოხდა კატალიზატორი, გაიარა ტექდათვალიერება, ყველაფერი წესრიგი ჩქონდა, გამოვიდა, მოხდა ეს შემდგომამდე ესე იგი იქნება კარგად. ხო იცით რა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხთეს რეალურად საბოლოო ჯამში გამოვარა, რომ მაინც დაბინძურდება, მაინც სერიოზული პრობლემა ექნება, მანქანას რაბათ იქროლებს, სანამ არ მოხდება რიგითი ავარია, რომ რული მოძრა ვიღაცას ან რაღაცა მოხდა, ან მუხუჭმა ვერ დაუჭირა, ექსპერტიზა დაადგეს, რომ მანქანა ისევ დარღვევით არის გატარებული და მე ვერცერემ ვერ გაიგებს კორუფციული სქემით იყო ეს მოპოვებული თუ ადამიანი თვითონ მოიფიქრა, რომ რაღაც მომენტში. ერთი რამე ფაქტია, ეს დათვალიერება მნიშვნელოვნად გამოასწორებს მდგომარეობას. იდეალურად თვალსაზრისით უსაფრთხოების თვალსაზრისით და გამონაბოლქვის თვალსაზრისით. ორივე თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გამოასწორებს. თორემ ეს პრობლემა, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, იქნებოდა ევროპაშიც. იქაც შეუძლია ადამიანს ესე ითვალთ მაგწოს და ალბათ ბევრი აკეთებს კიდევაც. მე ვცხოვრობდი 18 წელი და არავის არ შეუმოწმებია არას დროს. მაგრამ მე ვიცი როგორ მუშაობს ეს სისტემა. იქ სპეციალური ვიდეო თვალებთან დაკავშირებით და თუ მანქანა მიდის გადაჭარბებული გამონაბოლქვით, იმას აუცილებლად აფიქსირებენ. ხო, გერმანიაში არ არის. იმ წუთას აფიქსირებენ, იაპონიაში ის წესიც იყო შემოღებული, ესეთ მანქანას უბრალოდ აჩერებდნენ და ართმევდნენ. და ეს მანქანები ხა მოდის ჩვენთან, იმიტომ ძირითადად იმპორტი ხორციელდება ევროპიდან, მეტნაკლებად ყველაზე დიდი რაოდენობა მაინც არის იაპონია, ამერიკა და ბოლო 5 წელიწადში არის 50%-ით გაზრდილი ავტოპარკი. და ასაკი არის საშუალოდ 15 წელი რა, იქ რო უკვე ვეღარ გაიარა. ანუ რის მერეც უკვე იზრდება ტექდათვალიერების ხარჯები. და გადაიხადოს, ურჩევნია იმან გაყიდოს, ახალი ყიდოს და ის წამოიყვანოს ჩვენ. და რეალურად გადაგდებასაც ვერ ახერხებს, იმიტომ რომ მისი განთავსება სპეციალურად ნაგავების სპეციალურ ნარჩენების პოლიგონზე არის ძალიან ძვირი და შესაბამისად მას ურჩევნია ეს გაყიდოს. კაპიტებში ცოტა უკვე. წარმოგიდგენთ, ამ ხელახეირია ახლა იქაურ ავტოკონცერნს, ვთქვათ იაპონურს, რომელიც აი ამ მოცილებულების მაგივრად გაყიდის ახალს. მაგრამ ავტოკონცერნი რა თქმა უნდა ვითარდება, ის ტექნოლოგიებს ავითარებს, უკეთესი ხარისხის მანქანას უშვებს და უნდა რომ ისევ ყავდეს ის ბაზარი, მომხმარებელი. ის იცილებს ესე ადვილად რო არ გამოდიოდეს იაპონიიდან ძველი მანქანები საბჭოეთში. ეს ვთქვათ, იქიდან შეიძლება გამოდიოდეს აქ როცა შემოდის რა მექანიზმები შეიძლება დაახვედროს სახელმწიფომ ამას. დამცავი მექანიზმები. ისეთი მექანიზმები შეიძლება დაახვედროს, რომ შემოტანისვე სასვე გაიაროს ტექნიკური დათვალიერება და თუ არ აკმაყოფილებს ვერ შემოიტანს. თუ ვერ შემოიტანს ეს განბაჟებამდე. არ ვიცი ხა როგორღაც. მე რა ვიცი როგორ, მაგრამ როგორღაც ადამიანები თუ ვიყიდე განბაჟე მანქანა მე უკვე განბაჟებამდე. მაშინ განბაჟებამდე, კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში შეუძლება უნდა გართულდეს უვარგისი მანქანის გამოყვანა იმ ქვეყნიდან. მაშინ ეს მანქანა იქ დარჩება და ის Toyota და Mitsubishi ახალ მანქანებს იმდეს ვეღარ გაყიდიან. ეს უვარგისი მანქანა ხომ არის ნაგავი, არის ნარჩენი და ყოველთვის სახელმწიფო ხო ნარჩენი გაიტანოს, იმიტომ რომ იმისთვის ეს დამატებითი ტერიტორიის ხარჯია, რომელიც მას უნდა განათავსოს ეს მანქანები საკუთარ ტერიტორიაზე. ის იცილებს ამას. მაგრამ ვეხმარებით ამ მოცილებაში. ერთადერთი ნორმა, რომელიც შეიძლება იყოს, ანუ უსწრებდეს
წინ ტექნათვალიერების პროცედურას და ინფრასტრუქტურის შექმნას, ეს არის დათქმა, რომ აი ამ ესე ვთქვათ, წლოვანების მანქანები უკვე აღარ შემოდის. ეს არის უფრო მარტივი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასაკობრივი მაგალითად 20 წლის მანქანა, 15 წლის მანქანა საქართველოში არ შეიძლება იყოს შემოყვანილი, იმიტომ რომ ამას ვერ შეცვლი რა და ამით შენ უწესებ უკვე ზღვარს და რეალურად უკვე სხვა ტიპის მანქანები შემოდის. ასეთ საკითხი განიხილებოდა ახლა საკითხი განიხილება კომისიაზე განიხილებოდა ჩაიდო პროგრამაში ეხლა მიდის მოლაპარაკება ფინანსთა სამინისტროსთან რომ ეს პუნქტი დარჩეს. ანუ ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია რომ რაც უფრო მეტი მანქანა შემოვა უკეთესია ფისკალური თავისუფლების შევსების წყაროა. შევსების წყაროა რა თქმა უნდა. გარდა მაგრძალვისა ამ პროგრამაში დევს საგადასახადო სისტემის გადახალისების შესაძლებლობის შესწავლა. ანუ დღესდღეობით ყველაზე იაფი ჯდება 7-დან 14 წლამდე, დაახლოებით 14 წლამდე, 12-14 წლის მანქანის განბაჟება. ანუ ყველაზე წახალისებული ქვეყანაში არის 7-დან 14 წლის მანქანის შემოყვანა, ძველი მანქანის. ახალი მანქანა გაცილებით უფრო ძვირი გიჯდება. გარემოს პირიქით უნდა იყოს. გარემოს დაცვის თვალსაზრისით ნამდვილად ჩვენ ესე ვთვლით რომ პირიქით უნდა იყოს. აი ესეც დევს პროგრამაში რომ ეს გადაიხედოს და თუ პირიქით არ იქნება 7-დან 14 წლის მაგივრად თქვათ 4-დან 10 წლამდე მაინც გადაიწიოს ესე ვთქვათ ამ წახალისების პერიოდმა ესე ვთქვათ. მე იმის თქმა მინდოდა რომ უფრო საგნობრივი და რეალობასთან დაახლოებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, თუმცა ამაზე თავს ვერ დავდებ და სპეციალისტები უკეთი მსჯელებენ ამაზე, რომ მანქანის იმპორტის წინაპირობა იყოს გავლილი ტექნათვალიერება. ან იმ ქვეყანაში, საიდანაც მოყავს, ან საზღვარზე. ის მე ძველია თუ ახალია მეორე ხარისხოვანი საკითხი იქნება. ის თუ აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს, მაშინ შეუძლია შემოიყვანოს. ან გაატაროს იმ ქვეყანაში ეს დათვალიერება გამოსვლისას, ან შემოსვლისას საზღვარზე. ჩემი აზრით, თუ აღდგება ტექნათვალიერება, თუ იმ ადამიანმა შემოიყვანა ქვეყანაში ავტომობილი, იგი ვერ გადაადგილდება ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ არ გაიარა ტექნათვალიერება. ანუ თუ ტექნათვალიერება აღდგა, ეს პრობლემა ანუ ეს საკითხი თქვენას დასვით მოიხსნება, აღარ დაჭირდება ესე ვთქვათ საზღვარზე გამბაჟებამდე შემოწმება ტექნიკურად. ცოტა შერბილებული იქნება. თუმცა ერთი რამ მინდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მძღოლი დღეს ვინც გვისმენს, ანუ ვერ მოგვისმენს, რეალურად აბსოლუტურად გაბრაზდება ნაწილობრივ, მაგრამ არის კიდე ერთი მომენტი, რომელსაც ყველა ცდილობს ამდენს მოხვდები. როცა ხედავენ, რომ ხარჯი მანქანის არის ძალიან მაღალი, ანუ ძალიან ბევრ საწყობს ხმარობს და როგორც წესი გაუმართავი მანქანა ტექნიკურად ხმარობს უფრო მეტს. ისინი ცდილობენ ადრე თუ გვიან ეს მანქანა გამოასწორონ, იმიტომ რომ საწვავის ხარჯი შეამცირონ. ეხლა მეორე ტრაგედია დაგვეწყო, იმიტომ რომ ყველამ დაიწყო მაქსიმალურად გადაყვანა თავისი მანქანების გაზის საწვავთან, გაზის საწვავზე. შესაბამისად, გაზის საწვავი კი შეიძლება იყოს უფრო ნაკლები, თან იაფია, ნაკლებია, ესე ვთქვათ, გამონაბოლქთა მიმართებაში, მაგრამ რისკის ფაქტორი ტექნიკური გაუმართავობის შემთხვევაში გაზზე მომუშავე მანქანის, რომ ის აალდება უცებ, არის უფრო მაღალი. ვიდრე საწვავის, ვიდრე დიზელის. შესაბამისად, ტექნათვალიერება უკვე ამ ასეთი ტიპის მანქანებს, რომელიც გადაყენებული ან ახალი სტანდარტებიც უნდა შემუშავდეს გაზზე მომუშავე. იმიტომ რომ ეს მარტო ესე არ არის, იქ უკვე უსაფრთხოება შემოდის სერიოზულად, იმიტომ თუ გაუმართავია მანქანა აალების საფრთხე უფრო დიდია. თუმცა გაზზე გადასვლა ჩვენ როგორც გარემოს დამცველებისთვის მხოლოდ მისასალმებელია, მაგალითად სომხეთის ავტოპარკის ნახევარზე მეტი ბუნებრივ აირზეა გადასული. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ რისკის ფაქტორი რომ არის არა, რისკის ფაქტორი მინიმალურამდე უნდა იყოს არაკუშტარული გაკეთებული, არამედ სერიოზული კომპანიების მიერ შემოწმებული განათლება. ანუ ტექნათვალიერება ამისთვის არის კარგი. რას აი ამ ბაზრის ვთქვათ ავტოპარკის და მასთან თანამდები პროცესების იგივე ტექნათვალიერების ან უშუალოდ ბენზინის საწვავის ხარისხის და ასე შემდგომ მონიტორინგი რა ტიპის გამოძიებას განახობთ ახლა? რა არის დღეს ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას თუნდაც დღევანდელ გადაცემაში ვერ უთხარით, მაგრამ შეიძლება თქვენ ვთქვათ.
ერთი რომ აი საუბრობენ რომ საწვავი არ ვარგა. მაგრამ რეალურად არ ვიცით, იმიტომ რომ არ წმდება ერთადერთი ვინც ამოწმებს თვითონ იმპორტიორთა კავშირი, არსებობს ეს მონიტორინგი და თვითონ ამოწმებენ თავიანთ საწვავს და დებენ რაღაცა სერტიფიკატს, რომელსაც აი ჩვენ ვერ ვნახულობთ ახლა, როგორი საწვავი შემოვიდა. და გადავწყვეტეთ რომ შეგვემოწმებინა და შევამოწმეთ ეს საწვავი და ასევე არის მეორე, აი რეალურად აი ბატონი არის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურიდან. სააგენტო გარემოს დაცვის სააგენტო ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვებას დღემდე ანუ ახდენს ისევ საბჭოთა მეთოდებით, ხო? დღეში 3 ჯერ, ისიც აი ერთ წერტილში ამოწმებენ თბილისში 5 თუ 6 დამაბინძურებელს. ანუ რეალური სურათი არ არის ეს, რამდენად, ანუ არ გვაქვს ჩვენ რეალური სურათი, რამდენად ხო ვამბობთ რომ აბინძურებს ეს ტრანსპორტი, მაგრამ რეალური სურათი არ არის ის, რაც სინამდვილეში არის. დღესდღეობით არის 4 დაკვირვების ჯიხური, ამ 4 დაკვირვების ჯიხურიდან 3 არის არა ავტომატური, ანუ ძველი საბჭოთა მეთოდოლოგიით მომუშავე ჯიხური ესე ვთქვათ. გვაქვს ერთადერთი ულტრათანამედროვე შაშან გადმოგვცა ჰოლანდიის მთავრობამ ავტომატური სადაკვირვებო ჯიხური, რომელიც ქალაქის ფონს ზომავს, ვაშლის ზღვის მიმდებარედ არის განთავსებული. რომელიც ესე იგი. ასე უნდა იყოს. რა ვასლი ჯვალში დადგება? მეხანოზე დადგება. მეხანოზე სტანდარტებს არის სტანდარტი. ეხლა მიდის მუშაობა ევროკავშირის პროექტი საქართველოში ჰაერის მმართველობის კუთხით და მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით რომ შეიქმნას გეგმა იმის შესახებ რომ ვიცოდეთ სად რამდენი ჯიხური გჭირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით რა ნივთიერებებს უნდა ვაკვირდებოდეთ და რა თქმა უნდა მთელ მსოფლიოში ქალბატონმა ინვესტორად აღნიშნა გაზომვები იდეალური არსად არ არის ეს აუცილებლად ამ გაზომვებს თან ახლავს კომპიუტერული მოდელი რომელიც იძლევა მთელი ქალაქის სურათს შესაბამისად რომ გითხრათ რომ რამე ზოგადი სურათი გვაქვს ქალაქში რა ჰაერის ხარისხია ამის თქმა ნამდვილად არ შეგვიძლია არის წერტილოვანი გაზომვები შეგვიძლია ვთქვათ ყველა დიდ ქალაქზე ქუთაისზე რუსთავზე ბათუმზე სადაც არის ძირითადად თავმოყრილი ავტოპარკი ქვეყნის ის ავტოპარკი რომელიც არის ზესტაფონში და ბათუმში ხო რუსთავში პრობლემა შეიძლება ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ გასაგები იყოს ის რეალური ჯიხურები რომელიც იდგა ის იყო გათვლილი არა სატრანსპორტო ესე ვთქვათ გამონაბოქზე შემოწმების არამედ საწარმოო გამონაბოქთან მიმართებაში. დღეს რაც შეუძლია რეალურად სახელმწიფო სტრუქტურებს დაითვალონ, ანუ ამ სპეციალისტები ნამდვილად არსებობენ, ეს სქემა თვითონ ტექნოლოგია გასაგებია და ყველასთვის ცნობილია, ანუ მოდელირება ხდება, რა საწვავი გვაქვს, რა არის შიგნით შემადგენლობა, შემდეგ მოდის როგორი ძრავი არის და რა იფქვება გარეთ. კატალიზატორები რო არ არის ვიცით, იმიტომ რომ ყველა ყიდის, იმიტომ რომ 100 და 120 ლარი ყველა სჭირდება და რატო ყიდულობენ კატალიზატორს ძალკეთ ემბა. კარგით, დიდი მადლობა ზურაბ ბაქრაძეს, ნინო ჩხუბოძეს, ნოე მეგრელიშვილს და აცკრიანა შერმაძეს დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობისთვის. პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც კარგად გამოიკვეთა კომპლექსურობა აი ამ საკითხისა, რომ აქ ერთად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი დაწყებული კონკრეტული მანქანის პარამეტრებიდან, ბენზინის ნებისმიერი საწვავის პარამეტრებიდან დამთავრებული ქალაქის დაგეგმარებამდე, როგორი უნდა იყოს ქალაქი, სადაც ამ ტრანსპორტმა უნდა იაროს და ეს არის თემა, რომელსაც მიუხედავად იმისა 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება თუ არა ტექნათვალიერების სავალდებულობა, თუმცა გამოიქვა მოსაზრება და ბატონმა გითხრა რომ შეიძლება ეს ვერც მოესწროს. ჩვენ ამ თემას მაინც აუცილებლად მივუბრუნდებით და მუდმივად ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ვიცხოვროთ უსაფრთხო ქალაქში. დიდი მადლობა.